კიდევ ერთი ესკალაცია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რამდენიმე დღის შედარებითი სიმშვიდის შემდეგ. იორდანიამ ხამით ირანიდან მისი ტერიტორიაზე ამერიკელი ძალებისკენ გაშვებული 5 ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა. რასაც აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ეს მოულოდნელი თავდასხმის მცდელობად შეაფასა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ დარტყმებს აჩერებდა. ამ ეტაპზე აშშ-ს სამხედრო ძალების მხრიდან დაუყოვნებელი პასუხი არ ყოფილა. მაგრამ სხვა მხრივ შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი დარტყმები განახორხორციელეს ირანის მხარდაჭერილ მილიციებზე აღმოსავლეთ ერაყში. ცენტკომის მიხედვით, სამიზნეები იყვნენ ტერორისტები, რომლებიც ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ იყვნენ მართული, რომლებიც ბოლო 72 საათის განმავლობაში აშშ-ის ძალებსა და საუდის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული 30 დრონული თავდასხმის უკან იდგნენ. ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები, რომელიც ძირითადად ირანის მხარდაჭერილი მილიციების გაერთიანებაა, იების გაერთიანებაა, აცხადებს, რომ მათი რამდენიმე შტაბი დაიბომბა, რაც მინიმუმ 20 მებრძოლის დაღუპვას და კიდევ 32-ის დაჭრას გამოიწვია. და სანამ რაკეტები დაფრინავდა, დიპლომატიაც კიდევ ერთ დარტყმას იღებდა. ირანმა გავრცელებული ინფორმაციით უარი თქვა ომანის წინადადებაზე, რომ ჰორმუზის სრუტის კონტროლი გაეზიარებინა. ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოფიციალურმა პირი დაადანაშაულა შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ომანზე ზეწოლაში, რათა მათ, ციტატა, არარეალური გეგმები გაეტანათ წინ. გავრცელებული ინფორმაციით უარის თქმა და განახლებული თავდასხმები ახლო საფრთხეს უქმნის მცდელობებს. აღდგეს გასული თვის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც დიპლომატიური გარღვევის პერსპექტივებს კიდევ უფრო გაურკვევალს ხდის. ეხლა ადამიანი, რომელსაც პასუხი აქვს, ჩვენ სტუდიაში გვპასუხობს ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერან. ეთერში უბრუნდებით, ერარის მილიციები ისრიან, ჰუთები ისრიან, ეხლა კი ირანი. ისევ პირდაპირ ისროლა ირანიდან. სათქმევებს ეს ყველაფერი დღეს. არიო, მინდა სრული სურათი დავინახო, რა ხდება ჩვენს გარშემო. მოკლედ დავით, ეხლა უკვე ამ ომში ირანთან მე-6 თვეში შევდივართ. ეხლა ეს შეიცვალა, სხვადასხვა საკითხებად გადაიქცა, მაგრამ საბოლოოდ აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს ეს ომი ირანის ბირთვული პროგრამის კიდევ უფრო დასუსტებისა და რეჟიმის დასამხობად. მაგრამ ჩვენ ამაზე არ საუბრობთ. ჩვენ ჰორმუზის სრუტეზე ვსაუბრობთ. ჩვენ საუბრობთ დათმებზე, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე. ჩვენ საუბრობთ ეხლა საუდის დარტყმებზე ერაყში. ჩვენ საუბრობთ ბაბ ალ-მანდაბზე. ჩვენ ბირთვულ საკითხზე არ ვსაუბრობთ, ასე რომ ჩანს, რომ ირანი აქ ტონს აყენებს. თუმცა, რაც ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვყოთ, არის აშშ-ის ციკლური დინამიკა. მასიური დათმების დაწყებას აპირებენ და შემდეგ ბოლო მომენტში მათ გააუქმებენ ტოვებს სივრცეს დიპლომატიისთვის. და შემდეგ ირანი განაახლებს, დარტყმებს, თავდასხმებს და მივიღეთ ეს. ეხლა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვსაუბრობ იმ დინამიკაზე, რაც შაბათ-კვირას მოხდა. ჩვენ იქ ვიყავით მაისში. ესე რომ, როგორც ჩანს, ირანი არ არის ის, ვინც ტონს აყენებს. მაგრამ სინამდვილეში ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დრო მოიგოს, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ირანთან სულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში არ ჩაერთოს. რატომ? იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის გლობალურ ეკონომიკას. ეს გაზის ფასებს ამაღლებს აშშ-ში. ეს ომი არაპოპულარულია ამერიკაში, ქვეყნის შიგნით. ამიტომ ცდილობენ, რომ სამხედრო ოპერაციების მაღალი ზღვარი აიცილონ თავიდან და შეინარჩუნონ ისინი დაბალ დონეზე. ვფიქრობ, ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. შესაძლებელია ამის შენარჩუნება. გულისხმობ, ეს არის თავარი კითხვა ახლა. დაუშვებს ირანი ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. ან თქვენ გაქვთ მესიჯები, რომლებიც მოდის აიათოლასგან, ჰუთის ლიდერისგან, ერაყის მილიციებისგან, მოусმინეთ ჰეზბოლას გამოსვლებს. ისინი არ საუბრობენ მშვიდობაზე ან შერიგებაზე. ისინი საუბრობენ მარადიულ ჯიჰადსა და შურისძიებაზე. რამეს ვტოვებთ ყურადღების მიღმა? ანუ სად შეიძლება ეს წავიდეს თუ არა კიდევ უფრო ესკალაციისკენ? მოიცადეთ, უნდა გაუმიჯნოთ რიტორიკა და ქმედება. ანუ ჩვენ საუბრობთ თვით გამოცხადებულ წინააღმდეგობის ღერძზე. ასე რომ მათი მიზანია გააგრძელონ ჯიჰადი, წინააღმდეგობა. და სანამ არსებობს ელემენტები, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა რეგიონში და ისრაელის არსებობა, მათ სჭირდებათ გააგრძელონ ამ დროშის ტარება. ასე რომ მე ამას უფრო რიტორიკად ვხედავ. იცით, იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ირანის პროქსი ქსელი დაშლილია, რომ ის აღარ არის ეფექტური. ასე რომ, რასაც ისინი ცდილობენ აჩვენონ, არის ის, რომ ისინი ჯერ კიდევ აქტუალურები არიან. ისინი ჯერ კიდევ მოქმედებენ და როგორც ერთიანი ორგანიზმი, მაგრამ ისინი არ ახკავთ სამხედრო ოპერაციების დონე იმ ზღვრამდე, რომელიც შეიძლება იყოს მაქსიმალური. ისინი არ ებრძვიან ისრაელს. ისინი არ ესხმიან თავს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის არის არაბულ ქვეყნებში, საუდის არაბეთის გამოკლებით.
და ეს ხსნის, რატომ ვიხილეთ ძალიან იშვიათი ერთობლივი აშეთეშოსა და საუდის ოპერაცია რამდენიმე რეგიონში პროირანული მილიციების წინააღმდეგ ერაφში. ეხლა ეს ომი დაიწყო ერთობლივი აშეთეშოსა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებით. ეხლა ვხედავთ ერთობლივ აშეთეშოსა და საუდის ოპერაციებს. აშკარად აქ ფორმირდება ღერძი. თუნდაც საუდელები უარს ამბობდნენ ისრაელთან ღია დიპლომატიაში ჩართვაზე, მაგრამ რასაც აქ ვხედავთ, არის რეალობას თვალგასწორებული რეგიონი. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ვერ გაუძლებენ ამ მუდმივ თავდასხმებს. იქნება ეს პირდაპირ ირანისგან თუ მისი პროქსების მეშვეობით პასუხის გარეშე. იქნება თუ არა ეს პასუხები საკმარისი, რომ თეირანი შეაკავოს. ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რადგან თუ ვუყურებთ იმას, რასაც ახლა უწოდებენ თავიანთ ოპერაციებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე, ამას ოპერაცია გამარჯვებას უწოდებენ. ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციებს კი სხვაგვარად უწოდებდნენ. ეს იყო ნამდვილი დაპირება. რატომ ნამდვილი დაპირება? იმიტომ რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელა. ამიტომ მათ საპასუხო დარტყმა აღთქვეს. მაგრამ ეხლა ეს აღარ არის პასუხის გაცემის განწყობა. ეს მათი გამარჯვებაა. ეს მათი მომენტია, რომ რეგიონში ახალი სტატუსი დაამკვიდრონ. თუმცა ისინი ჯერ კიდევ თავს იკავებენ სამხედრო ოპერაციების უფრო მაღალ დონეზე გადატანისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან. იცით, გაქვთ წარმოდგენა რა ფიქრობენ ამ ყურის ქვეყნები? ვიცი, საუდელებთან დაკავშირებით ეს ძალიან გაუნჯურვალია, მაგრამ ნახეთ, ისრაელში, იცით, შეიძლება ითქვას. და ეს, იცით, ბევრი ადამიანი, იცით, გამოხატავს. ეს ყველანამ მზად არის დაბრუნდეს ბრძოლაში. თუ გჯერა რომ ამას მნიშვნელობა აქვს, თუ ეს სადმე მიგვიყვანს, თუ ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია. კიდევ ერთი რაუნდი, კიდევ ერთი მცირე ოპერაცია. ფიქრობ ახლა ისრაელებისთვის ძნელი მისაღები იქნება, მაგრამ ყველანას აქვს ბრძოლის სურვილი. იცით, ღერძის წინააღმდეგ, როგორც ჩვენ ვახცევთ ამას. რა ხდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ანუ აქვთ მათ ბრძოლის სურვილი. ცდილობენ თუ არა კულისებში გარიგებებს. ანუ რა შეგვიძლია ვთქვათ საით უნდათ რომ ეს ყველაფერი წავიდეს. მოусმინე დავით, ეს ყველაფერი ერთადაა. ანუ ჩვენ საუბრობთ 4 სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყანაზე. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ბარეინი, რომლებმაც განახორციელეს დარტყმები ირანის წინააღმდეგ ირანის ტერიტორიაზე. ანუ ეს უპრეცედენტო სიტუაცია. ასეთი დინამიკა ამ ქვეყნებს შორის არასდროს ჰქონია, რომ ისინი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ყოფილიყვნენ. ამიტომ ერთი მხრივ მათ სჭირდებათ თავიანთი პოზიციის შენარჩუნება. მეორე მხრივ მესმის მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. რატო არ გამხდარა არაბთა გაერთიანებული საამიროების სამიზნე? მართალია. ეს იყო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა. უფრო მეტად ვიდრე ისრაელი, უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. რატო? ჩემი გაგებით, აბუ-დაბისა და თეირანს შორის არსებობს შეთანხმებები, რათა თავიდან აიცილონ ეს დარტყმები. მაგალითად, ირანში გარკვეული საქონლის დეფიციტია. შეიძლება ისინი უთქმელი თანხმობით აღწევენ ისლამურ რესპუბლიკაში. ეს არის რაღაცა, რაც შეიძლება ამ დინამიკას ხსნიდეს. ესე რომ, ერთი მხრივ ეს ქვეყნები ცდილობენ თეირანს მიანიშნონ, რომ მათი მიმართ აგრესია უპასუხოდ არ დარჩება. მეორე მხრივ, ისინი აცნობიერებენ, რომ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ. მათ ირანის გვერდით ცხოვრება მოუწევთ და ირანი, რომელიც ამ გაძლიერებულ მდგომარეობაშია, რადიკალიზებული რეჟიმი აცხადებს, რომ ერთია და ყოველ ოპერაციას ოპერაცია გამარჯვებას უწოდებს. საჭიროა მასთან ძალიან ფრთილად ურთიერთობა. ასე რომ, ერთი მხრივ, ისინი აჩვენებენ, რომ ირანის დარტყმებსა და თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებენ. მეორე მხრივ, სულ მცირე ზოგიერთი ქვეყანა ურთიერთგაგებას ამყარებს ისლამურ რესპუბლიკასთან.